წავიკითხავთ ახლა. მაგრამ წაკითხვამდე რჩება საათები. და მერე მონადირეს რა დალევს საქართველოში? რა დალევს მონადირეს საქართველოში? რას გასმევთ მერაბიშვილი ამნაირ? რომ ცხოველებად იქეცით. რას გასმევს ყოვლის მსმელი და ყოვლის მჭამელი სააკაშვილი, რომ ადამიანის სახე დაკარგეთ. გიორგობა დღეს ქალებს როგორ ურტყამთ? მამაოებს როგორ ურტყამთ? კახეთის აჯანყება იცით რატომ დაიწყო? ბახტრიონის აჯანყება იცით ვინმე რატომ დაიწყო? ქართველობამ რატომ დაიწყო? მღვდელი გააუპატიურეს ყიზილბაშებმა მაშინ და აფეთქდა საქართველო და 300,000 თურქმანი გაათავეს მაშინ. კახეთში 7 წელი არნახული მოსავალი მოდიოდა. წრის ხორცისგან და ძვლისგან გაპორხიერებული. ნუ დაგავიწყდებათ ეს. თქვენ ხომ უსწავლელები ხართ, უწიგნურები ხართ. როგორ მოგაგროვათ მერაბიშვილმა ასე? როგორ მოძებნეთ ერთმანეთი ასე? სახელით და გვარებით გაცხადდება. თქვენ განსაცდელს უმზადებთ თქვენს ოჯახებს. ჩვენგან კი არა, უფლისაგან. გიორგობა დღეს როგორ ცდილობთ გააუპატიუროთ ახალგაზრდა ხალხი. ხვარაზმელებო, ჯალალედინის მონებო, ჩამოჰკრავს თქვენი ზარი მალე. ასე იქნება ეს. ნადირობთ ქართველ ხალხზე. ქართველებმა უკეთესი ნადირობა იციან. ბევრ მონადირეზე უნადირიათ ქართველები. სპეცოპერაციას ერქვა ლიდერების განადგურება, გამწარება. სნაიპერები ესროდნენ ლიდერებს. თითქმის ყველა ლიდერი არის დაჭრილი. მე სრულიად შემთხვევით გადავრჩი ოღონდ ჩემს მეგობარს მოხდა ის ჩემი მოსახვედრი რეზინის ტყვია თუ რა ჯანდაბის ტყვია არის, რა ჯოჯოხეთში იშოვეთ, რაში ხარჯავთ ფულს, იმის მაგივრად რომ ქართული სოფლები აყვავოთ, იმის მაგივრად რომ ქართველობა დაასაქმოთ, ქართველების გასაწყვეტს ყიდულობთ. თქვენ კი არა. გურვანყრუმ, ჯალალედინმა, ილღაზმა, აღა მაჰმად ხანმა, შაჰ აბასმა ვერ მოერია ამ ქვეყანას. და თქვენ ვინახარ? მანქურთებო, უჯიშოებო, უფესმოებო, მიშა თქვენი სამშობლო. და შეგაძვრენთ მაგმიშას გვამშის უყველა. ოღონდ ვერ დაეტევით იქა. ვერ დაეტევით მიშას გვამში ვერცეთი. იფიქრეთ ამაზე. ბოლო საათები გაქვთ. იფიქრეთ სახში რომ იყვალ დედები არა ყავთ. ცოლები არა ყავთ, შვილები არა ყავთ, არაფერს არ გეუბნები არა. ქართველების სისხლში ამოვლილი ვერ ვცვლით როგორ მიდიხართ სახში. თუ რამის თავი გონდათ, გეომათ ცხინვალში, გეომათ აფხაზეთში, ვინდა გიშალავთ. მაგრამ ქალაჩუნები ხართ, არაკაცები ხართ, სულ ყველა მან შეკრებილები. პოლიციელებო, აზრზე მოდით. აზრზე მოდით, თქვენი მიხეილ სააკაშვილია. ბაგრატიონი კი არ არის. თქვენ კი გასულელებენ, რომ ბაგრატიონი გონიათ,
დავრდება მისი დრო ჩართულია, მას არ ემატება არაფერი, მას აკლდება მხოლოდ და ის თავის სოროს მიაგნებს და შეძურება იქა. არ იცის შეძრომა თუ რა, არ შემძურალა თუ რა. თქვენ რა გეშველებათ, თქვენ უბედურებო. იარაღი მოგცეს და კაცები გონიათ თავი. დროზე მოდით აზზე. თორემ დაგიპირისპირდებათ 4 მილიონი ქართველი. თქვენ სად შეძურებით და ვის გვამში შეძურებით მერე? ხოლო საქართველო გაიღვიძე საქართველო. გაიღვიძე, გამოფხიზლდი. რა ბძინავს ასეთი 200 წელია? რა ვერ გამოვიწინებ? და უკეთეს რას აკეთებ? რო ხარ წამოწოლილები ახლა და მისმენთ და ბევრს ალბათ მოგწონვართ, ბევრს არ მოგწონვართ, მაგრამ ვისაც არ მოგწონვართ, ეგრე აყავთ თვალშვენიერი მიხეილ სააკაშვილი. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეგ სააკაშვილი. მაგრამ ვისაც მოგწონვართ, მოდით აქ. მოდით აქ, რა გინდათ სახლებში? რა დაგჭენიათ სახლებში თქვენ უბედურებო? საჭმელი არა გაქვთ, საწმელი არა გაქვთ, სამსახური არა გაქვთ, შვილს განათლებას ვერ აძლევთ, ცოლი უსამსახუროდ აკავთ, უფუნქციოდ ახარ, კაცი ხარ ამის მერე კიდე რო წევ ხარ. რას ელოდებით? არაფერი არ გექნებათ. გამოდით, მოდით, თქვენზე ნაკლები ქართველობა დგას აქ. არა, თქვენზე მეტი ქართველობა დგას აქ. მაგალითი აიღეთ.